კანვას ეს ფუნქცია დარწმუნებული ვარ ძალიან მოგეწონებათ, თუ აქამდე არ იცოდით, ეს არის PDF-ის დარედაქტირება. უბრალოდ შეგვიძლია PDF-ი ავტვირთოთ და ავტომატურად მოგვინიშნავს დასერედაქტირებელ ველებს. ეს არის რა თქმა უნდა ტექსტები, სხვადასხვა ელემენტები, ფოტოები, ყველაფერს ნიშნავს და აბსოლუტურად შეგვიძლია მოვარგოთ ჩვენს თავს, ჩვენს სტილს და დავარედაქტიროთ. აი როგორც ხედავთ ახლა ვიდეოში, აბსოლუტურად ყველაფრის მონიშნა, გადაადგილება და რაც მთავარია, ტექსტებში ცვლილებების შეტანა შემიძლია. ასევე ახლა მინდა გაგაცნოთ translate-ი, ანუ თარგმნის ფუნქცია, ნებისმიერი ენიდან ნებისმიერ ენაზე შეგვიძლია გადავთარგმნოთ, რა თქმა უნდა, ქართულით შედის ამაში. თუ მარცხენა მენიუში არ ჩანს, აპლიკაციებში შევალთ, ჩავწერთ translate და უკვე გამოგვიჩნდება. აქ ვნიშნავ ქართულს, შემდეგ setting-ებში გვაქვს სხვადასხვა მოსანიშნი ველები. პირველს მონიშნულს ვტოვებ, რადგან თვითონ ფორმატში ჩაეტიოს ეს გადათარგმნილი ტექსტი. შემდეგი გვაქვს დუპლიკატი, ანუ რომელენიდანაც ვთარგმნით, იმასაც ინარჩუნებს, ორიგინალსაც ინარჩუნებს და გადათარგმნილსაც ამატებს. თუმცა მე ეს ახლა წავშალე, ასევე იმ ენებში, სადაც მარჯვნიდან მარცხნივ იწერება, შეგვიძლია მოვნიშნოთ და მარჯვნიდან მარცხნივ გადაგვითარგმნის ავტომატურად. ძალიან კარგად თარგმნის, მინიმალური რედაქტირების შეტანაც საკმარისია იმისთვის, რომ გამართულად იყოს და შეგვიძლია ესე გავამზადოთ ქართულ ენაზე ნებისმიერ დოკუმენტი გადავთარგმნოთ. თუ გიწევთ ასეთ სამუშაოსთან შეხება, ძალიან კარგი საშუალება დიდ დროს ზოგავს და ბევრ პროექტში გამოგადგებათ.